ფეხმძიმე ქალი აქ აი ამ ფერდობზე თავი წააცალეს. გული მწყდება იმაზე, რომ იყო 90 წლის მოხუცი კაცი, რომელმაც დაწვრილებით იცოდა ეს ისტორია და ფიქრობდი, რომ ჩამეწერა. მაგრამ ჩემი დაუდევრობის გამო ეხლა მეზობელი იყო სად გამექცევა და ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, რომ მართლა გამექცა. შავი ღრუბელივით აწევს ლეთეთს ციციშვილების ტრაგედია. ლეთეთი არაფერ შუაში არ არის, მოსახლეობა რა შუაშია, მაგრამ ეს ცოდვა რაც აქ დატრიალდა. შავი ღრუბელივით გვაწევს. აი ამ ფერდობზე იყო ციციშვილების ნასახლარები და ერთი კედელია დარჩენილი აი იქ ქვემოთკენ. იმ თავადს მგონი ანზორი ერქვაო, ძალიან თბილად და ტკბილად იხსენებს ხალხი. არ შეაწუხებდაო გლეხსო, აი თუ ვინმე მოვიდოდა სტუმარი ისეთი ისა, მაშინ თუ ან ერთ ბატკანს, ან ერთ ცხვარს ვინმეს სთხოვდა და გამოართმევდაო, მაგრამ როგორც ამბობენ, შვილი ყავდა, ბიჭი ყავდა, ძალიან უსასტიკესი პიროვნება. აი ეს ტრაგედიაც ვარაუდობენ, რომ იმ ბიჭის გამო მოხდა. ლეთეთში იციან ისტორიულად და ყოველთვის იმაშვებია, რომ თითქოს ფილიშვილები იყვნენ ამ საქმის, მაგრამ მე არ ვადასტურებ, იმიტომ რომ ბოლშევიკებში მხოლოდ ფილიშვილები არ იქნებოდნენ, სხვაგვარებიც იქნებოდნენ. ამაში ფილიშვილები არ არიან მაინც და მაინც დამნაშავეები, არამედ ბოლშევიკური მთავრობა შემოვიდა და შური იძია თავადაზნაურობაზე. ხო და ამოხოცეს მთლიანად, დიდი ან პატარიანად, ერთი კვირა ეყარნენო ხელფეხდაჭრილებიო, ისეთი მძიმე ტრაგედია იყო ამ სოფელში. ზემოთ რო ეკლესიას აკეთებდნენ, იმის ღვთისმშობლის ეკლესიას, შიგნით მიწით იყო სავსე და როცა მიწა ამოიღეს, იქიდან ამოვიდა ერთი 8 არ შემწხვეს, ერთი 60-70 მიცვალებულის ძვალი. ერთიანად ამოიღეს ეს ძვლები, პარაკლისი გადაუხადეს და დამარხეს და სხვა ვარაუდი არ არსებობს ეხლა რა ერთიანად რო ტაძრის შუაგულში მიიტანო ჩაყარო ამოდენ ამკვდრები და მიწა დააყარო ესა რა უნდა მომხდარიყო მე ვარაუდობენ რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ და ციციშვილებმა აი ეს უბანი ჩამოასახლეს ჩვენი აი ეს ელანდიშვილების უბანი ესენი ცხოვრობდნენ მთაში ჩულუხიდან ჩამოასახლაო ციციშვილმა როგორც აი ქრისტიანი პიროვნება მე მაგას უკავშირებ რას აი ამ უბანში ეხლა შეიძლება ვინმე კიდევაც გაიცინოს რომ ცრურწმენა არის აი ამ უბანში ხო მერცხალი ბუდეს არ იკეთებს დაბლაუბნებში კი სახლებში იჭრებიან მერცხლები და იქ აკეთებენ აი ამ ტერიტორიაზე ბუდეს არ იკეთებს მესმის რეპრესიები დაიჭირო პასუხი აგებინო ან რისთვის მაშინ ის წყობა იყო თავადაზნაურები იყვნენ და იმ წყობის გამო შენ შური იძიო და შენ გააკეთე უფრო უკეთესი და ხალხს დაანახე შენი საქმითა და საქციელით და იმ ციციშვილსაც დაანახე რომ შენ უფრო უკეთესი ხარ ვიდრე მისი თავადაზნაურობა ვარაუდით მოხუცებისგან ვიცოდით რომ ეს იყო საყდარიო ციციშვილებისა მაგრამ ციციშვილებზე ადრე არის ეს აშენებული ისტორიულად დიდი პიროვნების სოფელია მაკარლეთეთელისა ენციკლოპედიაში წერია რომ მაკარლეთეთელი რომელიც იყო იოანე ზოსიმეს მოსწავლე და ხელნაწერის ავტორი მისი მამა ისა აქ მსახურობდა მღვდლად და დასაფლავებული არისო შესასვლელში ტაძრისა ხოლოდ და როდესაც ეს მოითხარა ეს მაშინ იყო აქა თლილი ქვებით გაკეთებული საფლავი ჩონჩხი იყო ხელუხლებელი და ალბათ ეგ უნდა ყოფილიყო